პენიტენციარულ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის, სახალხო დამცველის ოფისის, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში იმსჯელეს. შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის 6 თვის განმავლობაში პენიტენციარულ სისტემაში სამართლებრივ კვლევას ახორციელებდა. ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ხარვეზების აღმოსაფრთხებლად ორგანიზაცია მონიტორინგს პენიტენციარულ სისტემაში ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესს გაუწევს. ამ ანალიზმა გამოკვეთა ხარვეზები მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცნობის წესთან დაკავშირებით და ასევე განადგურების წესთან დაკავშირებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს ზუსტად რომ ეს გამოვლენილი ხარვეზები მოხდეს მისი დაძლევა ადვოკატირების გზით და გაუწიოთ სამის დროს სუპერვიზია ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში. ჩვენ როგორც დონორი ორგანიზაცია ვეხმარებით ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, რათა ეს საკანონმდებლო ჩარჩის ანალიზი რაც განახორციელოს, ეხლა უკვე შემდგომ ეტაპზე გადავიდეს და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს სასახსოების სისტემაში, რათა ეს ყველა პრობლემა მოგვარდეს.